გორის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა „გაგება“. სახელწოდებით დაიწყო გაზაფხულის სიკეთით, რომლის მიზანიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება და სახელმწიფოს მიერ არასრულად დაფინანსებული მკურნალობისთვის საჭირო თანხის დაგროვება იყო. დღევანდელი ღონისძიება, საქველმოქმედო ღონისძიება არის ორგანიზებული ორგანიზაცია ჩვენი სახლი ახალი ინიციატივას მიერ, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ახალ წელს პირველი ღონისძიება გქონდა, ეს არის რიგით მეორე ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. დღევანდელი ღონისძიებიდან შემოსული თანხების სრულად მოხმარდება ამ ბავშვების სამედიცინო პროცედურებს და ფინანსებას. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მომღერლები, თბილისიდან ჩამოსული მომღერლები, რომლებმაც უსასყიდლოდ ძალიან დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ და მონაწილეობა მიიღეს. ამ პროექტის პარტნიორები არიან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და გასტრონომიული ბუტიკი „დაფნე“. მხარდამჭერი პროექტის გახლავთ მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი. გამოფენაზე ორგანიზაცია „ბილიკის“ წარმომადგენლებმა საკუთარი ხელით გაკეთებული ნამუშევრები გამოიტანეს. საღამოს ბოლოს კი ორგანიზაცია „ჩვენი სახლი ახალი ინიციატივას“ მიერ გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მომღერლები. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება დღეს. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი ახალი ინიციატივა“ და ჩვენ გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი ვართ პარტნიორი მათთან. ეს არის საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და ეს ითვალისწინებს, რომ ჩვენ დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში მოვაგროვოთ რაღაცა თანხა, რომელიც გადაირიცხება შემდგომში ამ ბავშვების დასახმარებლად და ამ ყველაფერში, როგორც ხედავთ, ძალიან აქტიურად ჩაერთო საზოგადოება, გორის მოქალაქეები და კიდევ ძალიან აქტიურად ჩაერთო ის ადამიანები, ვინც უშუალოდ შექმნეს ეს საღამო. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მუსიკოს, მოწვეულ სტუმარს, იმ მომღერლებს, რომლებიც სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოვიდნენ და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი პატარა წვლილი შეიტანა ამ ბავშვების დასახმარებლად, რომელსაც ჭირდება დღეს დახმარება. საღამოს სხვადასხვა ასაკის და პროფესიის წარმომადგენლები ერთი მიზნით ესწრებოდნენ, დახმარებოდნენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.